მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, 4 შაბათია და ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, მე მის სამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება პროფესორი ანალიტიკოსი ბატონი დემურ გიორხელიძე. მოგესალმებით ბატონო დემურ, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. პაუზა გქონდა რაღაც ანუ არ მოგვიწია ასე ვთქვათ ერთად ეთერი და მიხარია რომ დღეს კვლავ ხართ ჩემი სტუმარი, მით უფრო რომ ძალიან ბევრი სალაპარაკო დაგროვდა, ალბათ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რამე ხდება როგორც ჩვენ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ და რასაც მოვასწრებთ ამ ერთ საათში, მინდა რომ მაქსიმალურად ბევრ თემას შევეხოთ. პირველ რიგში მინდა რომ თვითონ უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მოვისმინოთ თქვენი შეფასება. დავიწყოთ ჯერ ზოგადი შეფასებით, ზოგადი სურათით, წინა საარჩევნო პერიოდში როგორ სურათს ხედავთ თქვენ ქვეყანაში, შემდეგ რა თქმა უნდა კონკრეტულ საკითხებზეც გადავიდეთ სასაუბრად. მოგესალმებით, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი პერიოდია, იმიტომ რომ რამდენიმე მიმართულებით ვითარდება მოვლენები, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს უბრალოდ და ჩვენი მოქალაქეები გარკვეულად სერიოზულ შეცდომაში არიან. შეყვანილი არის რაღაც მოლოდინები, არის რაღაც, ესე იგი, იმედები, მაგრამ რეალობა ცოტა სხვა სიბრტყეში დგას. პირველი რაც არის, ხელისუფლებას აქვს პრობლემები. პრობლემები მას დაეწყო არა ახლა, მას დაეწყო სერიოზული პრობლემები, მას შემდეგ რაც 2016 წელს წაეპოტინა კონსტიტუციურ უმრავლობას და ფაქტიურად გაანადგურა საკუთარი თავი. იმიტომ რომ გაუწონასწორებელი ძალაუფლება ეს ყოველთვის არის საშინელი ტვირთი, რომელსაც ფაქტიურად ვერავინ ვერ ზიდავს და ასე დაემართა ამ ხელისუფლებასაც. გახსოვთ ჩემი საუბრები თქვენს გადაცემაში, ქვეყანა კორუფციაშია ჩართული, ქვეყანა სამრეცხაოთ არის ქცეული, ქვეყანა ბორდელებით არის დაფარული და ახლო აღმოსავლეთისთვის და არაბული ქვეყნებისთვის სექს ტურიზმის ცენტრი ვართ ჩვენ, რაც ცრაერთოდ გამოუგნებელია. არაფერს ვამბობ იმ კაზინოებზე და ფულის რეცხვაზე, სადაც მსოფლიო დონის სამრეცხაოა საქართველო. ამას როცა ვლაპარაკობდი, ამ ხელისუფლების ხარდაჭერები საშინლად ცუდად იქცეოდნენ. გასაგებია, მე მათ სეთურის ბრბოს ვძახი, იმიტომ რომ ეს არ არის. აი თქვენო შეურაცხყოფას აყენებთო ქართულ ხალხს. ქართულ ხალხი ძალიან მაგარი ხალხია. მაგრამ მასში არის მარგინალური ჯგუფები, სეთურის ბრბოთ არის. რა მნიშვნელობა აქვს, ნაცი ხარ თუ კოცი ხარ, ერთ-ერთ ცხოვრობ. მაშინ არავინ არ უნდა გავაკრიტიკოთ არასდროს თუ ესე აღიქმება. ასე რომ ახლა აღმოჩნდა, როცა ხელისუფლებას დაჭირდა, თურმე სამროცხაო ყოფილა, ახლა რომელ სულელს შეუძლია დაიჯეროს ის, რომ ერთი გადამცვლელმა პუნქტმა 630 მილიონზე მეტი გარეცხა. ნუ ეს დაუჯერებელია, იმიტომ რომ ის იყო უბრალოდ ოპერატორი, მას ყავდა დიდი კრიშები, სახურავები, მაგრამ ახლა რო ხელისუფლებაში ჯგუფია, ეს იყო სხვა ჯგუფში, ამიტომ მოაშთეს, ეგერ ბიზნესმენი მოაშთეს, ის მოაშთეს, იმიტომ რომ ეს ამ კლანის არ არის. ამ კლანის აი მანდვე ჩაგეკითხებით მაშინ ბატონო დემურ ახალი ადმინისტრაცია ასეც უწოდებენ სხვათა შორის ასეც უწოდებს ეს ჯგუფი საკუთარ თავს რომელიც ეხლა არის ასე ვთქვათ ხელმძღვანელობაში ახალი ადმინისტრაცია ხედავთ რომ გამალებით ცდილობს კორუფციასთან ბრძოლას ნარკოდანაშაულთან ბრძოლას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას დღე არ გავარო რაიმე ნიუსი ამ მხრივ არ შეხვდეს რა არის რეალურად თქვენი აზრით მათი მიზეზი დადგა ის დრო როდესაც ხელისუფლებამ დაინახა მის შიგნით არსებული პრობლემები, გამოაცხადა ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა და ეხლა უნდა ველოდოთ, რომ აი ამ კორუმპირებულ ნაწილს ხელისუფლებისას დაიჭერენ და აკავებენ მოთხოვენ პასუხს თუ არ ვიცი რასაც უზავენ და აწივი ცხოვრებთ ბედნიერად ყოველგვარი კორუფციის გარეშე. გამორიცხულია დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ცივი გონებით. როგორც არის ბორდელები ისევე იქნება, როგორც არის საქართველოს უდიდესი სამრეცხაო ისეთივე იქნება, როგორც არის ნარკოტიკების ბუდე, საზიზღრობა, ხო თბილისი ღამით, ეს არის სრული კატასტროფა. კორუფცია
ვერ მოიშლება, იმიტომ რომ სისტემა, რომელიც არსებობს, მხოლოდ კორუფციაზე შეიძლება იყოს აგებული, ეს ჯგუფი არ წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. ეს ჯგუფი უუფლებოა, გადაწყვეტილების მემხრები არის ერთი კაცი, არაფორმალური მმართველი. ამიტომ დღეს შიგაბრძოლა ამ ეგრეთ წოდებულ ახალ ადმინისტრაციას სრულიად გამოკვეთილი კურსი აქვს აღებული, რა გამოვა ვერ გეტყვით, მე მგონი არ გამოვათ. ისინი თავის რიგებში მთლიანად იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მთელ აქტივს უკვე ყავთ. პარლამენტში 57 კაცი ცნობილი ნაცია. იმ ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მხარდაჭერები ყველა თანამდებობაზე ფაქტიურად რა ხდება? სურვილი არის ძალიან ცხადი, რომელიც გაცხადებული არ არის საქართველოში. ეს ჯგუფი ცდილობს ნაცმოძრაობასთან ერთად იმას გაუქმებს ნომერს, არ გაუქმებს, ყველაზე უფრო ისეთი გზა აირჩია, რომელიც თითქოს და უპრობლემო უნდა იყოს მისთვის. ისინი ერთად შეერთებიან, რა ის არის, თქვათ ოპოზიციაში გარკვეული ძალა და ერთად იქნებიან დანარჩენი სხვის განადგურების აი ამ არჩევნებზე მათ უნდა ზორეთ ყველა ის სატელიტი პარტია, რომელიც საიძულეს რომ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ნახეთ როგორ ჩაიხსნებიან, ძალიან მაგრად ჩაიხსნებიან და რჩება და რაც ახლა ხდება ამის დაჭერა, ეს არის შიდა კლანური არ დაგავიწყდეთ რომ დღევანდელი ჯგუფით ადრე რამდენიმე თავრობა იყო ხო სწორედ? კი ბატონო. ყველა თავის მათ შორის სერიოზული და სერიოზული კორუფციული მთავრობები უსაშველოდ რომელიც ქართველთა საკმაო ნაწილს ეროვნულ გმირებად და პატრიოტებად მიაჩნდათ პრემიერები არადა ქართველები მიეჩვია იმას რომ მამაძაღლი შობელძაღლი მექრთამეები ერის შვილებად და იმიტომ მარიფათიანი ხალხი აღმოჩნდნენ ეხლა აპეცესირი კაცი იმიტომ არის საქართველოს ასეთ საშინელ ესე იგი, ეს არის ერთი მხრივ შიგებრძოლა, ერთი მხრივ მიმართული იქეთკენ, რომ ყველა ჩაიხსნას და მხოლოდ ეს ჯგუფი დარჩეს, რა გამოვა აქედან ჩვენ ვნახავთ, რაც შეეხება 4 გივნის გარკვეული საფრთხეები არის, მაგრამ საფრთხე სხვა რამეში აქვს ამ ხელისუფლებას. თუ თქვენ დააკვირდით, ბიძინა ივანიშვილმა ფაქტურად ყველა თავისი კადრი, იგივე ქართულ ჯგუფიდან ყველანი გაწირა, მათ შორის ძალიან მაღალი თანამდებობები, პრემიერები, უშიშროება, რა ვიცი, შინაგან საქმე და ყველაფერი. ამ სულების ერთადერთი მიზანი იყო ამ ახალი ადმინისტრაციით კავშირი დაემყარებინა ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან. იქ ვიღაცები იყვნენ, რომლებმაც ითავეს, რომ აი მოგიგვარებთ ამერიკაში ამბავს ვერ მოაგვარებდნენ, მე რადგან და დაიჭირეს. ხო, და ასე შემდეგ ის ვერ მოაგვარებდა, იმიტომ რომ ის არ არის პოლიტიკოსი და არ არის იმ გავლენის ადამიანი, რომელსაც ამერიკაში შეუძლია მოაგვაროს. და მან ვერსად ვერ მოძებნა გასაღები არ დაელაპარაკნენ მის ხალხს არავინ და ის უბრალოდ ეხლა იზოლაციაში. ამდენად ეხლა მიდის რამდენად ის შეძლებს ეს ხელოვნური კონფლიქტი ოპოზიციასთან არადა მართვადია ოპოზიცია ძალიან სერიოზულად შეძლებს ყოლავ აჩვენოს იგივე თვალგნება დასავლეთს რომ მას გავლენა აქვს და ამდენად მისი ძალაუფლება შენარჩუნებულია საქმეს ართულებს ის რომ დასავლეთი რუსეთთან სერიოზული ომისთვის ემზადება როდესაც მე ერთი კვირის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ნინო ხაჩიძესთან თქვი რომ უკრაინაში არ გაჩერდება ომი იმიტომ რომ მე როგორც მივხვდი და ანალიზი რასაც მაძლევს უკრაინელები დიდი ომისთვის ემზადებიან რუსეთთან და მე ეს ვთქვი იმიტომ რომ აშკარად ნახეთ აზოვი რომელიც 1000 კაცზე მეტი არასდროს არ იყო და იცი თქვენ ისინი ჩავარდნენ აზოვსტალში, შემდეგ გაცვლაში მოხდნენ. დღეს აზოვი ის ცნობილი ბატალიონი არის 40000-იანი. აქედან ეს გაყოფილია ნახევარიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ნახევარი არის შეიარაღებულში.
ორივე მხარეს აკონტროლებენ. არანაირ კომპრომისზე ეს ჯგუფი არ წავა, კიდე სხვა ჯგუფები არის და ამდენად სამშვიდობო ინიციატივა უკრაინაში განწირული, არავინ არ მიცემს ზელენსკის მშვიდობის დამყარებას. ჩემი გამოსვლიდან 4 დღის მერე გამოაჩინეს იუშენკო, რომელიც წლები არ გამოჩენილა საჯარო სივრცეში. და იუშენკომ თქვა ასეთი რამ, უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ყველა თავისი ტერიტორია და უფრო მეტი აიღოს მოსკოვი. ანუ დაუბრუნდნენ ძველ ნარატივს. დიახ, ესე იგი, იუშენკო ფაქტიურად გამოიყვანეს, ეს საკმაოდ სერიოზული არარაობა არის, დიდი მარიონეტი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რაც გუშინ თქვა ტრამპმა. ტრამპმა თქვა, რომ ის გაერკვა უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში და მას მიაჩნია, რომ უკრაინას აქვს ყველა საშუალება ევროკავშირისა და ნატოს დახმარებით დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები და უფრო მეტიც გადავიდეს იქით. გასაგებია ეს რასაც ნიშნავს, რა კი ევროკავშირს და ნატოს დღეს ნამდვილად არ შეუძლია რუსეთთან ომი, ამისთვის არ არიან მზად, ამიტომ რომ არ შეწყდეს ეს კონფლიქტი, ისინი ისევ წინა ხაზზე, რაც გააჩნიათ, ყველაფერს მოამარაგებენ. ტრამპმა შესანიშნავად დაეწყო ტექნოლოგია, ევროპული ფულით იყიდიან ამერიკულ იარაღს, მოამარაგებენ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს და ესენი გადასცემენ ამ იარაღს უკრაინას. უკრაინა იბრძოლებს ბოლო უკრაინელამდე. ეს არის მათი მისია კაცობრიობის წინაშე. ასე მიაჩნიათ მათ ეს იდეოლოგიური საკმაოდ დამუშავებული. ასე მიაჩნიათ მათ ვის უკრაინელები თვითონ. უკრაინელები საკმაოდ დიდ ნაწილს იმის მიუხედავად, რაც ეს 3 წელია. დიახ. საქმე ის არის, რომ მე უკრაინაში ვცხოვრობდი 6 თვე და ძალიან კარგად ვიცი. თან დასავლეთ უკრაინაში ვცხოვრობდი, ამიტომ ძალიან კარგად ვიცი ამ ხალხის თქვა შეხედულებები და ასე შემდეგ. გამორიცხულია, რომ აქ ცუდი ზელენსკი მოქმედებდეს მარტო. უკრაინელი ხალხის საკმაო ნაწილი კატეგორიულად წინააღმდეგია ტერიტორიების დათმობის, კატეგორიულად წინააღმდეგია ომის შეწყვეტის. მოსკალები ისინი ებრძვიან მოსკალებს, ეს იცით თქვენ ჟარგონზე და კნინობითი ფორმა რუსებისა, ისევე როგორც რუსებს აქვთ კნინობითი ხახოლებს ეძახიან. ხო, ამიტომ საქმე ძალიან რთულად არის და ამ ფონზე რატომ ძლიერდება საქართველოს ეს ეწოლა. რა კი მზადება არის სერიოზული დიდი ომისათვის რუსეთთან. ცხადი ამერიკელები არის ომებენ, აგერ რესურსი არის. ჯერ უკრაინის რესურსი ამოწურული არ არის, შემდეგ არის მე ეს 2022 წელსაც ვთქვი, რომ ასე იქნება თქო, იმიტომ რომ ჩემთვის მაშინაც გასაგები იყო თუ რატო იყო ომი. ომი იყო რუსეთის გასანადგურებლად, მის გასანეიტრალებლად და ნატო და ევროკავშირის ქვეყნები მომავალი რესურსია ამ დაპირისპირებისა. ამიტომ ზეწოლა არის, იმიტომ რომ საქართველოს და სამხრეთ კავკასი არის იდეალური ადგილი, სერიოზული პრობლემა შეუქმნა რუსებს აქ მეორე ფრონტის გახსნის თვალსაზრისით. ანუ ეს საფრთხე არ არის მოხსნილი და პირიქით საფრთხე არა მარტო მოხსნილი არ არის, მე დღეს დავწერე, გაათმაგდება ეს საფრთხე, იმიტომ რომ ყველანაირი საქართველოში ფაქტურად ჩვენი საკმაოდ უვარგისი ხელისუფლების გამოისობით 12 წლის განმავლობაში კარგად იქნა შენახული ეს მეხუთე კოლონა, კარგად აკვებეს და აყენეს ფეხზე არანაირი ბიზნესი მათ შორის უკანონოდ მოპოვებული არ შეუხეს ხელი, ისინი კარგად არიან, პორტირებული არიან ხელისუფლებაში სრულად. ძალიან დიდი დაფინანსება მიიღო იმ კანალიზაციის ტელევიზიებმა, სერიოზული. ფული ვისაც აქვს, იმისგან მოდის ფული და რაც ხვისგან. აბა მე ვერ დავაფინანსებ რა. ხო, და ამიტომ ერთი მხრივ სიტუაცია არის კონტროლირებადი, მეორე მხრივ თუ კი ჩემ გამოცდილებას ენდობით თქვენ პოლიტიკაში ვერ იყიდი ბოლომდე ადამიანს.
იმიტომ რომ ადამიანი რომელიც შენ მოგეყიდა ის გადაყიდვას ექვემდებარება და შენ უნდა იცოდე რომ როგორც კი პირველივე ფულით მოსყიდული პოლიტიკოსი მოდი ახლა ქართულ სიტყვას ვიტყვი რომელიც ზუსტად განზრახ არის ჩათალახი გამიგეთ არა აი ამ ჩათლახებს უყურებთ ჩვენ ეხლა ამ სცენაზე რომელსაც მოტყუებული ხალხი და განსაკუთრებით საწოდაობა ისა რომ ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი ყავთ სერიოზულად მოტყუებული ხო ჩათლახს რომ იყიდი ის იმის ჩათლახია რომ ფულ სხვაგანაც აიღებს და შენ ყოველთვის ჩაგარტყამს დანას ზურგში თუკი ამის შანსი მიეცემა რა თუკი შანსი მიეცემა ეხლა როგორი იქნება მოისინჯება მიუხედავად კონტროლირებადი სიტუაცია გააჩნია რა დონის მხარდაჭერა იქნება გარეთან ის რომ ხელისუფლება იზოლაციაში ხას უსვამ ამას მე სულაც არ ვთვლი ჩემი ქვეყნისთვის კარგად ეს ჩვენი სახელმწიფოა მე რა რომ საკმაოდ უვარგისი ხელისუფლება ყავს ეს არის დროებითი ამის მერე და მერე კიდევ უკეთესები უნდა იქნენ და ამდენად ჩვენი სახელმწიფოს საქმე არ შეიძლება ჩვენ ერთ ჯგუფს და თუ გნებავთ ერთ არაფორმალურ მმართველს გადავაყოლოთ. ესე იგი მოისინჯება ყველაფერი. ჯერ 4-მდე საკმაოდ დროა, არ არის ცოტა დრო. სიტუაციები გამოჩნდება რა მიმართულებით წავა. ცხადია რეპრესიებს ხელისუფლება ვერ გააკეთებს. იმ გაგებით რომ რამდენი ხა თუ ბევრი ხალხი იქნა ამით გარკვეული სიგნალი მიეცემა დასავლეთს რომ სერიოზული პრობლემებია ხელისუფლებას რომ პრობლემები აქვს ეს დასავლეთში შესანიშნავად იციან რა თქმა უნდა საკმარისია ზურგი აქციონ ამ ხელისუფლებას და ხელისუფლება უბრალოდ ჩამოიშლება ანდა უნდა გააკეთოს ისეთი რევერანსები რომელიც მას სხვანაირად ჩამოშლის ესე იგი ჩვენ ახლა არ არის ეგეთი რევერანსი ბატონ დემურ მაგალითად ყოფილი ადმინისტრაციის წევრების მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ვისთანაც რეალურად ქონდა იმ დასავლეთს ყოველთვის პრობლემა თუ ვინმე დაუსანქცირებიათ იყვნენ აი წინა ადმინისტრაციის და ამიტომაც მათია ესე დემონსტრაციულად არ ვიცი რა ქვია ამას გაწირვა თუ რა ზავარქმევთ ეს არ არის რევერანსი დასავლეთის მიმართ ეს იყო რევერანსის მიზნით გაკეთებული, მაგრამ დასავლეთმა არ მიიღო ეს რევერანსი და არ დაელაპარაკა. ესე იგი, ეს შიგაკლანური ბრძოლა დარჩა შიგაკლანურ ბრძოლად, საკითხი მოუგვარებელია, კრიზისი გამოკვეთილია. ეხლა როგორი გადაწყვეტილება იქნება ჩვენ ამ დღეებში ვნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია სერიოზული კონტროლის ქვეშაა, ხაზს უსვამ თუ დაინახავენ ოპოზიციონერები რომ გარე მხარდაჭერა ისეთი იქნება რომ შეიძლება აქ რაიმე პოლიტიკა ისეთი რამეა რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ კონსტრუქციებში აზროვნებას გაკეთდება ის რა დონის დავალებაც იქნება მიღებული. კარგია ეს საქართველოსთვის ცუდია, ეხლა ამ თემას არ განვიხილავთ ჩვენ. საქართველოსთვის ყველაზე კარგია მას ყავდეს საქართველოს მესვეული ხელისუფლება, რომელიც გარკვეულია გეოპოლიტიკურ ურთულეს მდგომარეობაში და საკუთარი ქვეყნის გაძლიერებისკენ, ფუნქციის აღებისკენ და წარმატებისკენ უბიძგებს. ჩვენი ხელისუფლებაც ამისი არაფერი არ ეტყვა. ბატონ დემურ, ისიც რა მინდა გკითხოთ, აი მე თქვენ საუბრობთ რომ ომი გაგრძელდება და არა თუ გაგრძელდება, შეიძლება კიდევ უფრო მაღალი მასშტაბის კონფრონტაცია მივიღოთ. გეთანხმებით სავსებით რომ აი ბოლო პერიოდის მოვლენები განსაკუთრებით ამისკენ აჩვენებს არა მხოლოდ დაძაბულობა ფრონტის ხაზზე, არა მხოლოდ ბალტიისპირა ქვეყნებში ეს რუსული საფრენი აპარატების სეირნობა, როცა უნდა შებრინდებიან, გამოფრინდებიან, ეს ერთი მიმართულებაა, მაგრამ თავისთავად ის რომ ხდება რესურსის მობილიზება, ხდება იარაღის შესყიდვა, ეს ტყუილად ამხელა ხარს არავინ არ გაწევს თუ წინ რაიმე გეგმა არ აქვს, რა საკვირველია. მაგრამ აი მე რა მახსენდება არჩევნების საქართველოს ჩატარებული არჩევნების შემდეგ და მანამდეც საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყო და მოლოდინი იყო რომ აი ტრამპის არჩევის შემდეგ ეს ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს და აი მერე მოიხსნება საქართველოსის წნეხი, მერე საერთოდ სხვა დღის წესრიგის წინაშე აღმოჩნდები და ფაქტიურად აი ამ გათვლით და ამ ვარაუდით გადადგეს ყველა ის ნაბიჯი რაც გადადგეს. დღეს აღმოჩნდა რომ ეს ომი არ მთავრდება. ეს ხო არ არის აი ამ ჩიშის ნახეთ, აქ არის ერთი რამ
ტრამპი არჩევნებამდე და ტრამპი დღეს არჩევნების მერე უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადა და ფაქტიურად ტრამპი დღეს არის ბაიდენი გუშინ ეს აბსოლუტურად თანხმედრილია აშკარა არის რომ იგი გავლენის ქვეშაა სერიოზული ჯგუფისა რომელიც პროფესიული თვალსაზრისით შეუმდგარია აიღეთ თუ გნებავთ რუბიო რომელიც უსუსტესია საგარეო პოლიტიკაში აიღეთ თუ გვინდა მისი მრჩეველი კელოგი და ასე შემდეგ ესენი არაკომპეტენტური ხალხია ან იდეოლოგიიდან ესე იგი დაზიანებული აზროვნების შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას თავიდან ბოლომდე განსაზღვრავენ ნეოკონსერვატორები ტრამპ მათ ვერაფერი მოუხერხა მე ვერ გეტყვი რა მცდელობა ქონდა არ დამინახავს ეს მცდელობა როგორც იყო ის ხალხი განაგებენ დაგვიდით გაეროს ბოლოს ხდომაზე რა მოხდა ეს იყო მასიური შეტევა ისრაელზე რომლის მსგავსი არ განხორციელებოდა აღიარება პალესტინის სახელმწიფოებისა და გამოდის რუბიო არადა ამან აჩვენა ისრაელთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკის სერიოზული კრახი. ასე მარტივად არ არის აქ. გამოდის რუბიო და არავითარი პალესტინის სახელმწიფო არ არსებობს და ასეთი რამ რო შეიქმნეს, ერთადერთი მომლაპარაკებელი ეს არის პრეზიდენტი ტრამპი, მაგრამ თუკი მთელი მსოფლიო აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს ამერიკის სახე ახლო აღმოსავლეთში იქნება აბსოლუტურად განულებული და აქეთკენ მიდის საქმე. ახლა ბრიტანეთმაც კი რომელიც ეს ყველაზე გასაკვირია. იდეალურად იცის არაბული სამყარო. ეს ხო მისი კოლონიები. რა თქმა უნდა, ისრაელის შექმნაშიც უდიდესი როლი ჰქონდა. კატარი ესენი მართალია უზარმაზარი სიმდიდრის მქონე ქვეყნებია, მაგრამ ისინი ყმები იყვნენ, კოლონიები იყო და დარჩნენ მენტალურად კოლონიად. ამით განსხვავდება საქართველოს ყველა ამ ქვეყნისგან, რომ საქართველოს კოლონია არასდროს არ ყოფილა. ამიტომ ჩვენი მენტალიტეტი კოლონიური არ არის. ახლა ის დამპალმა იდეოლოგიამ, რაც ბოლო 30 წელიწადში გარკვეული ადამიანების გონება განისლა, ესეც გარდამავალია, იმიტომ რომ ნორმალიზაციის შემთხვევაში სიტუაციისა ძალიან ბევრი დაუბრუნდება საღაზროვნებას, დარჩება მცირე მარგინალური ჯგუფები, რომლებსაც უბრალოდ გადაგვარებული აზროვნება აქვს, მაგრამ ისინი არც დღეს არ წარმოადგენენ საფრთხეს. საფრთხეს წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა. აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკა. შეწინააღმდეგებული გეოპოლიტიკურ რეალიებთან. შენ არ შეგიძლია გააკეთო ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელიც მოექცა მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში, სამხრეთ კავკასიის გამო. აქ უზარმაზარი დაპირისპირებებია და ამ ხელისუფლების პოზიცია პოლიტიკურად უმწიფარია, უპასუხისმგებლოა. ჩვენ ხედავთ მაგალითად მთავრობის ვიზიტებს, ყველაზე უფრო ხშირად ხედავთ თურქეთში, ხედავთ ბაქოში, აზერბაიჯანში, ჩვენ რეგიონის ქვეყნები არიან. ნახეთ ამას წინათ ძალიან მაღალი დონის ვიზიტი არაბული სამყაროდან, ხო? პრეზიდენტი იყო სტუმრად, პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ის და ასე შემდეგ. აი, ამ ფონზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იზოლაციაშია ეს ხელისუფლება, როცა ხედავთ, რომ აი, ნუ კი გასაგებია ეხა დასავლეთს ვერ ველაპარაკეთ, ჩინეთში არ მიგვიწვიეს, რუსეთს არ ველაპარაკებით, გასაგები თუ გაუგებარი მიზეზების გამო, მაგრამ აი, რაღაც დანარჩენ სამყაროსთან, მუსულმანურ სამყაროსთან ძალიან აქტიური კონტაქტები იჭრება. თურქეთი, აზერბაიჯანი, ეს ერთი და იგივეა ფაქტობრივად. აზერბაიჯანი მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არ ქონდა და შემდგარი სახელმწიფო ქონდა, ბრიტანეთში ისე იქნა დამუშავებული მისი პრეზიდენტი, რომ სისულელეების გზას დაადგა, ბუნებრივია ამ საქმეში თურქეთი არის აზერბაიჯანის გვერდით. საქართველოს ვიზიტები თურქეთში და აზერბაიჯანში მიანიშნებს სწორედ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია სწორი ორიენტირი. საქმე რაშია? საქართველოში თურქული ფულით ბევრი რამ ფინანსდება. ტელევიზიები. ნახეთ,
სერიალები, ეს ხო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. რა ხდება? თურქები ემზადებიან იმითკენ, რომ დიდი თურანის პროექტი იქნება რეალიზებული ინგლისელების დახმარებით, თუმცა აქ ნაკლებად ჯერა მე ამისი და საქართველოს შედის დიდი თურანის ზონაში. ასია დაგეგმილი. ბუნებრივია, ყველა ამ სერიალებს, რომელიც უბრალოდ თახსირმა ქართველმა მესვეურებმა ამ ტელევიზიებისა ფულზე გაყიდეს ყველაფერი, ხდება თურქეთის მიმართ დამოკიდებულების ცვლილება. გესმით, ხო, თურქეთი ჩვენი ისტორიული მეზობელია, გამიგეთ? ხო. წარმოგიდგენიათ, ესე იგი, როგორი უნდა იყოს დეგენერაციის ხარისხი, როდესაც ამაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მაგრამ ასია. აბა რუსეთს ხო არ შეუერთდებით, თურქეთი ნატოს წევრია და თუ საჭიროა მას შეუერთდეთ. ხედავთ? ეს განწყობები სერიოზულად არსებობს. ეს სერიოზულად, ეს ძალიან კარგად დაფინანსებულია და განსაკუთრებით დაფინანსებულია და მიდის პროპაგანდა თურქეთის ძლევამოსილი არმიისა და მისი ძლევამოსილების შესახებ. არამედ ეს თავიდან ბოლომდე ბლეფია, იმიტომ რომ თურქეთი არის უზარმაზარ პრობლემებში გაჩხერილი სახელმწიფო, მისი პერსპექტივა კარგად არ ჩანს დღეს. მას არანაირი ომის წარმოება არავისთან არ შეუძლია, იმიტომ რომ ამის არც ფინანსები გააჩნია, არ გააჩნია. ეს არ არის ირანი, რომელიც კოლოსალური პოტენციალის და კოლოსალური სამეცნიერო პოტენციალი აქვს, ინტელექტი უზარმაზარი, ეს ხო ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი და ყველაზე დიდი ცივილიზაციაა, ხო, კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენებს ვერ გაუგიათ იმ დამპალი იდეოლოგიით მოწამლულ ხალხს, ნახეთ როგორ იხსენიებენ ირანს და ასე შემდეგ. ამ დროს ირანს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო სისტემა, უმკაცრესი, იმიტომ ის კოლოსალური მიღწევები რაც აქვს. აი ეგ ვერ ამიხსნია ხოლმე ბატონო დემურ, ალბათ არის ეგ იდეოლოგიის ბრალი, მაგრამ აი სწორი ბრძანით ირანს იხსენიებენ, გეგონება აი სადღაც პაპუასებზე აქვს ლაპარაკი. თვითონ პაპუასები. ისე რომ აი თითქოს ჩვენ რაღაც ბევრად აღმატებული 3000 წლოვან სახელმწიფოზეა ლაპარაკი, რომელმაც გაუძლო ყველაფერს, რაც კი დედამიწაზე და ამ რეგიონში ხდებოდა, ხო, ყველაფერი თუ ხდებოდა. ეს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციაა. ცივილიზაცია, რომელიც ქმნის ატომურ იარაღს, ატომურ ბირთვულ შეიარაღებას, რანაირად შეიძლება გქონდეს და ჩამოჩენილ. არა მარტო ბირთვულ იარაღს ქმნის, მისი მიღწევები სამხედრო შეიარაღების სფეროში ეს შეუძლია მხოლოდ უმაღლესი რანგის ქვეყანას. და მან ეს შეძლო, ეს ირანელები არიან. თქვენ წარმოიდგინეთ, ირანელი სპეციალისტები, ჰაკერები, რომლებიც 4 თვის განმავლობაში შესული იყვნენ ცახალის კომპიუტერულ სისტემაში და 4 თვის განმავლობაში ისრაელის არმიას მართავდნენ. ომი 12 დღიანი, რომელიც საქართველოში ამ დამპალი იდეოლოგიით გათახსირებულმა ხალხმა ისრაელის გამარჯვებათ აქციათ. არა და ომი შეწყდა ისრაელის თხოვნით, უბრალოდ ეს არ გახმაურებლა, იმიტომ რომ საკმარისი იყო, გაგრძელებული იყო და ისრაელისგან არაფერი არ დარჩება. ყოველ შემთხვევაში, თუ ეს არ შედიოდა ისრაელის ინტერესში და ის იგებდა ამ ომს, ნამდვილად არ მგონია, რომ არ ქონდათ წარმოდგენილი, რომ ასეთი ბალისტიკური რაკეტები არსებობდა. ისრაელმა განიცადა კოლოსალური ზარალი, გაუნადგურეს უზარმაზარი უპირველესი სამეცნიერო ცენტრი, სადაც დიდი ექსპერიმენტები, დიდი კვლევები მიმდინარეობდა და ასე შემდეგ, სამხედრო ბაზები და ჩვენთან უკუღმა გაშუქდა ეს ყველაფერი. ესე იგი, საქართველოს არ მიდის იქ, სადაც არის ძალის ცენტრები. ძალის ცენტრები სად არის დავალაგოთ? შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და გლობალური სამხრეთი. მანახეთ ერთი ლიდერი სახელმწიფო გლობალურ სამხრეთში არის სერიოზული ძალა, რომელიც გავლენას ახდენს მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესზე, მთავარი მოთამაშეების ქცევაზე ფაქტია. ქცევაზე. ეს არის გლობალური სამხრეთი, რომელშიც მოიაზრება ერთ-ერთი ლიდერი ინდოეთი, იქ დასავლეთ ნახევარსფეროში ბრაზილია, სერიოზული ქვეყანა, ნახეთ,
ბრაზილიაში წინა პრეზიდენტი, რომელიც იყო ბრაზილიის სააკაშვილი, 27 წელი მისცეს მე მგონია. დიახ, გაიფაჩუნა არაკანონიერი გზით და ბრაზილიელმა ხალხმა უბრალოდ ხმაც არ მისცა და მერე სასამართლო მადგა 27 წელი მისცა დასაბუთებული ბრალდებებით. ამის გამკეთებელი საქართველოს სასამართლო არ არის, იმიტომ რომ სასამართლო არც არის რეალურად. ეს არის ზევიდან დაკვეთილი შემსრულებლები, რომლებიც ასრულებენ დავალებებს, ხო? სამხრეთ აფრიკა სერიოზული ქვეყანა. ეგვიპტე საშუალო ქვეყანა. ირანი, თურქეთიც რა თქმა უნდა, მაგრამ თურქეთთან აქვთ, მაგრამ თურქეთთან არა იმის გამო აქვთ, რომ ის გლობალური სამხრეთის ნაწილი არა, იმის გამო რომ მისი გავლენის ქვეშაა. საქართველოს ეკონომიკა ძალიან დიდი გავლენის ქვეშაა თურქეთისა, მიბმულია ძალიან დიდი დანაშაულის შედეგად 90-იანებში და ამდენად ყოველთვის ჩვენ ვიქნებით მათზე დამოკიდებული, სანამ ასეთი ხელისუფლებები. ამას ხაზი სხვა შორის ერდოღანმაც გაუსვა, აი როდესაც დიდგორობა დღეს იყო ჩასული ჩვენი პრეზიდენტი ანკარაში. მე მომეჩვენა თუ აი თქვენ როგორ შეაფასებდით ზუსტად ამ მომენტს ესე დაიწყო გამოსვლა ერდოღანმა, ჩვენ საქართველოში ყავს 300-ზე მეტი დეველოპერი მუშაობს იქ, ქართული ეკონომიკა პრინციპში არის დამოკიდებული, თუ უტრირებულად ვიტყვით მთლიანად თურქულ კაპიტალზე და ამას მოაყოლა შემდეგ რომ ჩვენ ველოდებით თურქი მესხების საკითხს. ნახეთ რეალურად რა არის, შეხედეთ აჭარას, ბათუმს შეხედეთ რა სიტუაცია, რამდენი 10,000 აჭარას აღარ თვლიან უკვე სადაოდ მე მგონი. ნახეთ რა შესაქმე თურქეთს კრიზისულ სიტუაციაში არ ჭირდება მისი ჯარით საქართველოს ტერიტორიის გადმონახვა. მას საქართველოში ყავს უკვე 1000-ობით ადამიანი, რომელიც იარაღს მოკიდებს ხელს. მისი მითითება ნახეთ ორი მიმართულებით მუშაობენ თურქები. თქვენ გახსოვთ ამ ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იყო ძალიან დიდი არეულობა, შიგადა, მე ვთქვი მაშინ ეს შიგადაპირისპირებაა თქო. თურქეთისგან მოსყიდულმა ქართველმა ამ ნაგავმა, რომელსაც მეხუთე კოლონა და ეს ANGO-ები, ვითომ პარტიები ესენი, ხო? როგორ ატეხეს თურმე აფხაზეთში გაჩნდა დასავლური ორიენტაციის, ხო და ესე რა შეინახება. სინამდვილეში იქ იყო შიგა ბრძოლა, იმიტომ რომ თურქეთის ინიციატივა არის და გარკვეული ჯგუფი ხელისუფლებაში ამ ზეწოლის შემდეგ ამზადებდა კანონპროექტს 500,000 მუჰაჯირის ესენი თავის დროზე გადასახლებულები თურქეთში გადასახლდა. ეს არის მუსულმანი, დღეს უკვე 500,000-ზე მეტი არიან. კანონპროექტი მზად იყო და გარკვეული ჯგუფი არის აბსოლუტურად სწორად შეეწინააღმდეგება ამას. ესე იგი, თურქებს უნდათ 500,000 უკვე თურქად ქცეული. კი, მაგრამ ეს ხდება ბატონო დემურ საქართველოს, ანუ ოფიციალური თბილისის გვერდის ავლით, რომ თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ისტორიული მეგობარი, როგორც გონებიან, ჩვენს კონფლიქტურ რეგიონში გეგმავს რაღაცებს, ისე რომ საქართველოს არ უთანხმობს. თურქეთი საქართველოს ხელისუფლებას არაფრად არ თulis. ნახე როგორ ზევიდან უყურებდა, ნახეთ ხო? შეურაცხმის რო ესე გორობა დღეს დაიბარა, უკვე ეგ არის. დიახ, დაიბარა. და ამ უტვინოებმა ადამიანდა დიდგორობის დღეს იქ შეწყვიტეს ზეიმი, უბრალოდ ჩაშალეს და წავიდნენ თურქეთში, ეახლენ ფაშას, სულ ასე არ იყო? როდის იყო? ესე იგი, ნახეთ თურქეთი რას აკეთებს? 500,000 კაცი აფხაზეთში თუ დაბრუნდა, ჩათვალეთ, რომ ეს არის დახურული და ჩვენი სრული კატასტროფა, იმიტომ რომ აფხაზეთის დაკარგვა არ არის მხოლოდ ტერიტორიის დაკარგვა. ეს გაცილებით დიდი რამეა. მე ამას სხვათა შორის ვაშინგტონში უშიშროების საბჭოში ვუხსნიდი. მეორე ის მოითხოვს
თითქმის 9 მილიონი ეგრეთ წოდებული თურქი მეცხები, არავით არის თურქი მეცხები არ არსებობენ. არსებობენ თურქები, რომლებიც ჩამოსახლებული იყო აქ და შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს გაასახლეს აქედან, იმიტომ რომ საფრთხეების ქმნიდა. 9 მილიონი აქ, 9 მილიონი აქ. ეს მილიონია. არა პროთურქული, არამედ რეალურად თურქი. პირდაპირ. რომელიც ერთაობაში გახდება 3 მილიონი თავისუფლად. რომელიც გახდება, რა გახდება, ესე იგი, ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ აფხაზეთს, ჩვენი უტვინობით დავემშვიდობეთ მას 93-ში, კიდე გეუბნებით. ქართველებმა კარგად არიციან რა ტრაგედია გათამაშდა, როგორ უღალატა საქართველოს ხელისუფლებამ, მაშინელმა მართალია უკანონო ხელისუფლებამ, მაგრამ როგორ საშინლად უღალატა და შეასრულა გეოპოლიტიკური დავალება, გასაგებია ვისგანაც შეასრულებდა. რუსები იმ აფხაზეთის ომში იყვნენ შემსრულებლები, თავის თავს ავნეს, ჩვენს მაგრა გვავნეს და ეს რუსოფობია შემთხვევითი არ არის. ჩვენ მართლა გვაქვს საფუძველი, მე არაერთ ტელეხიდზე მოსკოვთან ძალიან სერიოზული ხალხი მონაწილეობდა, არაერთხელ უთხარი ამის თაობაზე, რომ თქვენ დაუშვეთ ცივილიზაციის დონეზე შეცდომა. ეხლა ჩვენ მომავალზე თუ ვფიქრობთ, თქვენ ხო გინდათ დიდი რუსეთი? რატო არ უნდა უნდოდეს? მე მინდა დიდი საქართველო. აბა რა უნდა მინდოდეს? ევროკავშირში შესული საქართველო, რატო ჩამოყალიბებული იდიოტი უნდა იყო კაცი, რომ საკუთარი სახელმწიფო გქონდეს და ადგედა ევროკავშირის შეშლაზე ისაუბრო. ხო, ესე იგი ჩამოყალიბებული, დამპალი იდეოლოგიით განადგირებული ნაგავი ხარ, იმიტომ რომ ეს შეწინააღმდეგება შენს მომავალს და შენს იდენტობას და შენს ყველაფერს. თუ თქვენ გინდა დიდი და მეც მინდა ჩემი დიდი და ერთმანეთის მეზობელი ვართ, მაშინ უნდა მოვილაპარაკოთ. მოლაპარაკება არის ერთი თემა. სხვა არაფერი. შენ როგორ ძლიერმა უნდა მითხრა, რომ ჩრდილოეთიდან ამ სახელმწიფოს საქართველოს საფრთხე არ ემუქრება. მაშინ მე ვალდებული ვარ, შენ გარანტია მოგცე, რომ აქედან შენ საფრთხე არ ემუქრება. სხვა არაფერი პრობლემა არ არის. კულტურული გაცვლები, ეკონომიკა ეხლა საერთოდ არა გაქვს. დიპლომატიური ურთიერთობა და პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორები. სოფლიოში ანალოგი არ არსებობს. სახელმწიფოები რატომ ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობას? იმისთვის რომ ეკონომიკა და იმისთვის რომ ერთმანეთის პატარ-პატარა დათმობები, სარგებლობები მიიღონ. შენ იმიტომ გაძლევენ ამის საშუალებას, რომ გეოპოლიტიკურად არ უნდა რაიმე სისულელე გააკეთონ და უკრაინესავით შემოვიდნენ აქ. თორე თუ საჭირო გახდა რუსები რა თქმა უნდა შემოვლენ, მაგრამ ეს იქნება იმის ბრალი, რომ ჩვენ შევქმნით საფრთხე. ხასუსამ ქართველებს კარგად არ ესმის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მტერის, კარგია რუსეთი, ცუდია მტერი არ მაინტერესებს. რუსეთის მტრის აქ გაძლიერება ნიშნავს რუსეთის სრულ კრახს. მთელი ჩრდილო კავკასიის აფეთქებას და ვოლგისპირეთის მუსულმანური უზარმაზარი ძალიან მდიდარი ფედერალური წარმონაქმნების, როგორიც არის ბაშკოროსტანი, თათარეთის და ასე შემდეგ. ამიტომ ამაში თუ ჩვენ ვერ გავერკვიეთ, მითხარით ხელისუფლების ერთი რაიმე სერიოზული საუბარი, როცა ის საუბრობს საქართველოს ფუნქციაზე ამ ცვალებად გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და იმაზე თუ რა პოლიტიკურ ღონისძიებებს ატარებს. არა. მან აირჩია გზა. კონფრონტაცია ქვეყნის შიგნით და ამაზე ბალანსირების მეშვეობით შენარჩუნება თავისი ადგილის. ყოველი არჩევანი არის დესტაბილიზაციის წყარო საქართველოში, იმიტომ რომ ასეთ არ შემდგარ სახელმწიფოში, არასერიოზულ სახელმწიფოში არჩევნები არა უბრალოდ კადრების ცვლა არის. არჩევნები არის მხოლოდ კადრების როტაცია, არაფერს სხვას არ წარმოადგენს. ანუ იდეოლოგიური ცვლილებები ვერ მოხდება. არა, კაცო, რა გამორიცხულია, მაშინ ეს არაა სახელმწიფო. აქ არა გვაქვს სახელმწიფო. ამიტომ ყოველი არჩევანი არის ბრძოლა
ხელისუფლებისთვის ეს არის ხელისუფლებაში ვინცა ისა კაი და მას მტერი ყავს და ხალხის მოტყუების ხარჯზე დააბრიყვეს ამდენი ათასობით და 100,000-ობით ადამიანი და მართლა გონიათ რომ დღევანდელი ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის. როგორ ებრძვის კაცო შიგნით ყავს შეყვანილი. ძიებში წერენ კაცო პირდაპირ მაჯორის ამარჯვენ გარეთ ქუჩაში ბრძოლა აქვს მე მობრუნდება იქ ადამიანი ამათოვრიშევა და ეწერება საქართველოს დღევანდელ ლეგიტიმურ პარლამენტში სადაც მარტო ოცნებაზის ვინც 47 კაცი არის ყოფილი მაღალი რანგის ნაცი. ეხლა ამიტომ არის მე სეთურის ბროს შემთხვევაში, იმიტომ რომ სეთურის ბრბო საღი ადამიანი ვერ იქნება. საღმა ადამიანმა შეიძლება კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე თავის დროზე ნაცსაც მიცა ხმა სააკაშვილს და ბიძინ სრულიად გასაგებია, მაგრამ ის არასდროს არ გქცეულა ქოცად. საზღვრობა ხო, იყო ერთხელ ცოცხალი ადამიანი, ერთხელ ცხოვრობდა და იყო ქოცი. ესე იგი უნდა იყო გონებაბნელი, უნდა იყო უპასუხისმგებლო, უნდა იყო ბელადომანი შეპყრობილი და არაფრის გაგება არ გსურდეს. იგივეა ნაცის შესახებ. კი, აბსოლუტურად ერთი ჯოხის ორი ბოლოა ეს. ესე იგი, ჩვენი სიტუაცია ახლა ასეთი, ჩვენ უბრალოდ მე ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს ოთხნებერთ ვერანაირი განვითარების შემთხვევაშიც კი. რატომ? მოდი, ესეც ავხსნათ. რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში მოსული ხელისუფლება გეოპოლიტიკურ რეალიებს ვერ აულის გვერდს. თუ აულის დაემხობა მომენტალურად. ამიტომ იმეზე საუბარი რომ ეს მე ამ ცოტა ხნის უკან ერთ-ერთ საუბარში ვთქვი, აი თქვენო სულ აკრიტიკებთო ამ დასავლური ორიენტაციის ხალხსო და რუსული ორიენტაციის. მე თქვი ძალიან მარტივი და ვიმეორებ. მანახეთ ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთს. მანახეთ ერთი ჯგუფი საქართველოში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთს. არ არსებობს ასეთი, ამაზე გვაქვს საუბარი, რომ რუსეთთან შეერთებას ვინ ითხოვს? საუბარია დალაგებაზე, არ უნდა დალაგდეს. ამ დროს მანახეთ და ხედავ 100,000-ობით გამოთაყვანებულს ხას უსვამთ. სადაც გინდათ მიტინგზე იქ მოვალ და დაგელაპარაკებით. რომელიც ამბობს, არ გვინდა ქართული სახელმწიფო, ევროპა გვინდა, LGBT გვინდა, ეს გვინდა, ეს გვინდა. ერთმა ძალიან კარგმა ახალგაზრდამ, რომელიც ყველაფერს კითხულობს ჩემს გვერდზე, ბატონო დემურო ძალიან მომწერა, რომ მაგრამ მე ცოტა სხვა მხარეს ვარ, აი LGBT და ამნაირი რაღაცეები. ახალგაზრდა კაცს დამპალ უნივერსიტეტებში დააჯერეს, რომ LGBT ეს არის დასავლური ორიენტაცია. გამიგეთ არა? ამიტომ რამხელა სხვაობა იცი რუსეთთან დალაგება ურთიერთობის ამის მოთხოვნა არის აბსოლუტურად პრაგმატული. ვერ მანახებთ ერთ ჯგუფს, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს რუსეთს უნდა არ არსებობს. კაცსაც ვერ მანახებთ. სერიოზული ვინც შეიძლება იყოს მოუწ. აგერ 100,000 კაცია გამოთაყვანებული, რომელიც ნატოში შედის, ვერ შეხვალ, დაიქცევი, დაინგრევი, და ევროკავშირში შესვლა უნდა, ანუ თავის სახელმწიფო სუვერენიტეტზე უარის თქმა, რაც წარმოადგენს ესტონეთი, ლიტვა და ლატვია ევროკავშირში. არის დოტაციაზე მყოფი ქვეყნები და დავალებული აქვთ პროვოკაცია. წარმოგიდგენთ ახლა ისეთი სასაცილო სახელმწიფო როგორც ესტონეთია პროვოკაციას აწყობს რუსების წინააღმდეგ. ეს არის მათი ფუნქცია. ახლა ჩვენც ამ კომპოტში გავდივართ. ვინა ჩვენი მეგობრები ბალტიისპირელები, პოლონელები, ხო? უკრაინა, საქართველო. ანუ ეს ხალხიც დღევანდელ ხელისუფლებაში
მით უმეტეს ახალი ადმინისტრაცია. ისევე ამოგანგლულია თავისი წარსულით სოროსის ნაგავში. ხასულა მის გაიარეს. ყველაზე ძვირფასი წლები ახალგაზრდობისას სოროსის ნაგავში არიან ამოგანგლულები. და რატომ უნდა გვიკვირდეს ჩვენ რომ მათ პოზიცია არ გააჩნიათ? გასაგებია ებრძვიან ზედაპირზე ოპოზიციას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებენ, მაგრამ ეს არ არის შიგა დაპირისპირება. 1000-ჯერ ავხსენი. საქართველოში მიმდინარე პროცესები არ წარმოადგენს შიგა დაპირისპირებას. ეს საგარეო ფაქტორებით. ეს არ არის საშინაო პოლიტიკის შედეგი. ეს არის მეხუთე კოლონა, რომელსაც მართავენ გარედან. ამ მეხუთე კოლონას 12 წელია ყვებავს ეს ხელისუფლება, ყვებავს სერიოზულად. ისეთი ფაქტებია, ისეთი ფულებია გაცემული, რომ წარმოდგენაც კი ძნელია, ამ თემას არ შევეხები ახლა. ამიტომ 4 ოქტომბერს რაც იქნება, მე ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედა, ვერც ასე შეინარჩუნებს ოცნება ძალაუფლებას. კრიზისი არ წყდება. კრიზისის საფუძველი პოლიტიკური გზებით დაძლეული არ იქნება. დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია პოლიტიკური გზით კრიზისის დაძლევისა. მას არ აქვს ავტორიტეტი რომ დააჯინოს ეს ხალხი, თუ არ დააჯინე და არ დაელაპარაკე, შენ ხარ ხელისუფალი. კრიზისი როგორ უნდა დაძლიო? მაგრამ ნახეთ სტრატეგია, რომელიც არჩეულია ხელისუფლების მიერ, ანუ თავარი პირის მიერ, ეს არის კონფრონტაცია. ზედაპირზე აჩვენებს თითქოს და მე აქ გამოვიყენე არაერთხელ შეფასებისას მათემატიკური ტერმინი, შენ რომ ხელისუფლებაში იყო წესით, რაღაც უნდა აკეთო, შედეგი უნდა გქონდეს, ხო სწორია? წინ მიდიოდეს ქვეყანა ახლა იდეალური არ არის და ყველაფერს არც არის იდეალობა, მოთხოვნები. მაგრამ როცა შენ ხელისუფლებაში შესანარჩუნებლად გჭირდება შენი აუცილებელი და საკმარისი პირობა, რომ ასეთი ოპოზიცია გყავდეს, შენ ამ ოპოზიციას თვალისჩინებით გაუფრთხილდები. არც ფულს მოაკლებ, სულ გეყოლება, იმიტომ რომ შენ შედეგი არ გაინტერესებს. რა შედეგი აქვს ამ ხელისუფლებას? მითხარით, ხალხი გარბის ქვეყნიდან, სამუშაო ადგილები არ არის. 825,000 მიგრანტი ყავს შემოყვანილი, აქედან 300,000-ზე მეტი არის, თუ არ ვცდები ერთი წუთით, არ შემეშალოს ბინადრობის უფლება და მოქალაქეობა 100,000-ზე მეტ ადამიანს აქვს. 186,000 ბინა, ეს გვეუბნებით, ნახევარი წლის მონაცემს. გაყიდული არაბებზე, მიწები გაყიდულია სერიოზული ოდენობით. ნუ 6 მილიარდზე რო ლაპარაკობენ ინვესტიციაზე. ის არ არის ინვესტიცია, ქართლის ასაშენებლად არ მგონია რომ კიდე გეუბნებით, გაფრენილ დონეზე მაქვს წიგნიც უმაღლესი პილოტაჟი მაკროეკონომიკაში. კითხულობ ამ საგანს. ინვესტიცია ის რაც მე გავიგე და მითხრეს არაბულ 6 მილიარდს არანაირი ინვესტიცია არ არის. თქვენ მას მიეცით საკუთრებაში უზარმაზარი ორი ტერიტორია, სადაც ის ააშენებს თავის ქალაქს. რომელიც იქნება მისი მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა. არა, ახლა ქართველებს შეასახლებს შიგნით მეტი საქმე არ აქვს, ხო? სიგის სხვა მიზნებია, ხო? ინვესტიცია ცოტა თუ ვინმე საინტერესებს, შემიძლია მივიდე იმ უნივერსიტეტში იქნება თუ იმ დარბაზში, სადაც ექნება სურვილი რომ მოისმინონ რა არის ინვესტიცია, როგორ ფასდება ინვესტიცია, მართალია ამას სერიოზული მათემატიკა ჭირდება, მაგრამ თუ გაინტერესებთ ცოდნა, კეთილინებეთ და მოусმინეთ. წინამორბედ შემთხვევაში ეს ისევ სეთურის ბრბოს მოტყუება არის, ნახეთ როგორი აღფრთოვანებული არიან, ხო? არიციან. მაგრამ ახლა ბელად იყავთ და ეს არის ის მომენტი, როდესაც რაღაცით აღფრთოვანება გჭირდება, პოლიტიკურად გჭირდება, რომ იყო აღფრთოვანებული და
ამიტომ ეჭდები რომ ყველაფერს ხო, თავი რომ მოიტყუო და სხვებს აჩვენო რაც მთავარია რომ აი მე რა გახარ. ესე იგი, მოდი ასე ვთქვათ, საქართველოში სიტუაცია რჩება, ქვეყნის შიგნით კრიზისი რჩება, გაიმარჯვებს ოცნება, არ გაიმარჯვებს, რაღაცა მოხდება, ის მოხდება, მნიშვნელობა არ აქვს. გაიმარჯვებს კრიზისი რჩება და უახლოეს არჩევნებზე ეს კრიზისი კვლავ იფეთქებს. ეხლა უბრალოდ დროებით მოითქვამს სულს ოცნება, შეიძენს ლეგიტიმაციას, ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა. ხას უსვამ, პარლამენტში არ ზის მას მეტი არავინ არ აღიარებს ამ არჩევნებს. არჩევნების წესი კი ასეთია. მე 2% რომ მივიღე და ვერ მოვხდი, თქვათ, პარლამენტში, მე უნდა ვაღიარო, რომ შენ აიღე 48% და ხარ პარლამენტში. ესაა თამაშის წესი. პრეფერენცი როგორ არის? რაღაც თამაში გათამაშდა, თქვენ გამოცხადებული აიღეთ, მე რა ვქნა ხა ვერ ავიღე და მოჯექი, ხო? აქ არა. რა აიღე ვერ აიღე, მაინც უნდა? მაინც ხელისუფლება. ამიტომ რა არის, იცით? ოცნება არის მაგარ ჩიხში. ქვეყანა შეყავს ჩიხში. ვერ გამოვა ამ ჩიხიდან. გამორიცხულია. დანარჩენი უკვე დროის საქმე. აი 4-ზე საინტერესოა თქვენი აზრი და სრულიად პრინციპში გეთანხმებით, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესი, კრიზისი რჩება კრიზისად. კრიზისი რჩება კრიზისად. მაინც კრიზისია თუ? ეს ოპოზიცია რომც მოვიდეს, თქვათ, ჯერთი ვერ მოვა თანხმობის გარეშე და თუ გარეზეწოლა იქნა გარანტირებული, რომ აუცილებელი ამის გაკეთება, მაშინ ეს გაკეთდება. ვერც იარაღს ესვრის ეს ხელისუფლება, ხასოსამ. თუ ბევრი ხალხი მიადგა ამ ხელისუფლებას და დაკვეთა იქნება გარედან რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ეს გაკეთდება. რა მოხდა? აი დაიქცევა ქვეყანა, ხალხს დახრიტავენ იმას ისამ. რაც სისულელი, ვინ დახრიტავს? ვინ მიცემს? მე-11 საუკუნე კი არ არის ვინმე დახრიტო და ვინ. ვერავის ვერაფერს ვერ. თუმცა გობახიძე იძახდა გუშინ რომ თუ დაარღვევენო კანონს, ნახავენ ახალი ადმინისტრაციის რეალურ ძალასო პრინციპი. მოდი ასე ვთქვათ, მე აქ ცუდს ვერაფერს ვერ უყურებ. თუ შენ გადადიხარ კონსტიტუციურ ნორმას, მაშინ ერთადერთი ლეგიტიმური ძალადობის უფლება აქვს ხელისუფლებას. კანონიერია ის, არაკანონიერია ამნიშნულობა დე ფაქტო ხელისუფლება. ცხადია ის გამოიყენებს ყველა ბერგით, მაგრამ მე გეუბნებით სხვა რამეს. კობახიძე ცდება ძალიან სერიოზულად რაში იცით, თუ მას მიაწვნენ და დიდი შანსია რომ მიაწვნენ. თუ მოსყიდული არ არის, მოსყიდული კი არის, მაგრამ არის თუ არა გადაყიდული ეს ოპოზიცია. მაშინ ის ვერ ჩაიდენს იმიტომ რომ 100,000-ობით ადამიანი რომ მოგადგება შენ შანსი არ აქვს ლეგიტიმური ძალადობა გამოიყენო. როცა მე არ დავარღვევ, კოქტეილებს არ გესვრი, არაფერს ისე ჩამოგაგდებ მაგ ხელისუფლებიდან, როგორც ორჯერ 2 არის 4. კი, 100,000-ობით ადამიანი თუ გამოვიდა ქუჩაში, ეგ ნამდვილად ეგრე მოხდა. ამიტომ მოდით ასე ვთქვათ, ქვეყნისთვის 4 ოქტომბერი არაფერს არ წვეთს. არც ერთ შემთხვევაში მოხდება, კაი და არც მეორე შემთხვევაში კაი. კრიზისი რჩება, ზეწოლა გაგრძელდება, თავარი მიზანი გითხარით. ომისთვის ემზადება ევროპა და ნატო სერიოზულად, მას სჭირდება აქ მეორე ფრონტი. მოდით აი საგარეო თემებზესაც რომ მიუძღვნათ გადაცემის რა დროც დაგვრჩა. მეც მაქვს ეს განცდა და გადაცემის დასაწყისში კი ვთქვით, რომ გამალებული შეიარაღება რესურსის მობილიზაცია ხდება როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან. და მე ეს მიჩენს ასე ვთქვათ ამ ვარაუდის საფუძველს. აი საინტერესოა თქვენი დაკვირვება. ხო თითქოს ყველა მცდელობას ხედავთ რომ დარეგულირდეს, შეწყდეს კონფლიქტი. გამორიცხული. ეს არის ჟონგლირება მხოლოდ სიტყვების დონეზე, სხვა არაფერი. კი, მაგრამ რუსეთიც ხო კრიზისშია ეხლა, რუსეთშიც არ არის მარტივი მდგომარეობა. რუსეთში, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი მდგომარეობა, იმიტომ რომ რესურსი, მაგრამ მას აქვს კოლოსალური რესურსი და ხდება მთლიანობაში, ნახეთ რუსეთში რა არის პრობლემა.
ეს უდიდესი სანქციები რა თქმა უნდა რუსეთს ხელს უშლის განვითარებაში. მაგრამ იმ ეგზისტენციალურმა საფრთხემ რომ შეიძლება განადგურებული იყოს, მოახდინა ის რაც მე 24 თებერვალს 2022 წლის დავწერე, რომ რუსეთი აქედან უფრო გაძლიერდება და კეთილი ინებონ მოსკოვში დიდი ძეგლი აუგონ რაიმე ამერიკას სიმბოლური და მივიდნენ და ეთხოვან ჭაობში ჩავარდნილი ქვეყანა კორუფციაში, კრიმინალში ფეხზე დააყენა. სოფლიო ბანკის დიახ. იმიტომ რუსული ფსიქოლოგია მაგათ მარიციან მე გავიზარდე რუსებთან ერთად. ნახეთ შედეგი 2024 წლის მონაცემებით წყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით რუსეთი არის მეოთხე ეკონომიკა მსოფლიოში. ევროპაში არის პირველი სახელმწიფო. ამ დროს ინგლისი გავარდა ათეულიდან და სხვებსაც კარგად არ აქვს საქმე. მაგრამ ამ სამხედრო მრეწველობის ძალიან მაგრად განვითარებამ, ძალიან მაღალმა ხელფასებმა, რომელმაც საზოგადოებრივ სექტორშიც გადაინაცვლა, იქ სადაც არასამხედრო პროდუქცია, იმიტომ რომ გაგირბის ხალხი იქეთკენ, საბოლოო ჯამში გამოიწვია ბუნებრივი რამ, ხდება ინფლაციის მაღალი ტემპები. ამიტომ შეიძლება დადგეს ისეთი რამ საქართველოში, რომელიც ჩვეულებრივი ამბავია. შეიძლება ინფლაციის ტემპმა გადაასწროს შემოსავლების ზრდის ტემპს. და მაშინ უკვე ძალიან ცუდი მდგომარეობა. ამიტომ ეხლა რუსეთმა ხელოვნურად დაამუხრუჭა და ანუ აციებენ ეკონომიკას, მხოლოდ იმის გამო რომ დააკავონ, მისი სავალუტო რეზერვები რეკორდულია, ხასუსო. ამიტომ მას უახლოეს ხანში რაიმე საფრთხე არ გააჩნია, მაგრამ ის რაც ტრამპმა დაწერა, გარკვეულად ილუზია, მაგრამ უკვე მოხდა დღეს სოჩის პლაჟიდან ხალხი გახიზნეს, დიდი საფრთხე შეიქმნა, იმიტომ რომ უპილოტო კატერები უკრაინისა მიადგა და სერიოზული საფრთხეები შექმნა. თქვენ იცით რომ რუსეთში იბომბება ნავთობგადამამუშავებელი და ის დიდი რაც თავისთავად აჩენს გარკვეულ სერიოზულ პრობლემებს. ამ გათვლას სანამ ეს დიდმასშტაბიან ომში გადაიზრდება, აქვს რუსეთის შიგნით ხალხის უკმაყოფილების გამოწვევა. როგორ გაუმკლავდება ამას მე არ ვიცი, რუსეთი იზოლირებული არ არის, 2/3 მსოფლიო მასთან სერიოზულად თანამშრომლობს, 1/3 არ თანამშრომლობს დასავლეთის, მაგრამ თანამშრომლობა რაც გვია, ევროპა უამრავ ნავთობს ყიდულობს. მაინც ვერ გამოდის რუსეთის განმოუკიდებლობა. და თუ ტრამპმა ეხლა დაავალა ევროპას, რომ საერთოდ მოიყიდეთო, მთლიანად შემგანიყიდეთო, წარმოიდგინეთ თქვენ ევროპის მრეწველობა რა დღეში ჩავარდება, რამდენად ის არაკონკურენტული იქნება. ცხადია. ამიტომ ეხლა როგორ განვითარდება მოვლენები, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რაც უფრო გამკაცრდება ზეწოლა, მით უფრო გაძლიერდება რუსეთი. ხაცუსვამ, ანბანურ რამეს ვამბობ, არაფერს არ ვამბობ. ვერავითარი ტრამპი და შეერთებული შტატები რუსეთს ვერ დაუპირისპირდება, იმიტომ რომ ეს მისთვისაც საშიში. ამიტომ უკრაინის შემდეგ გამოყენებული იქნება ნატო და ევროკავშირი, აქ შეიძლება სერიოზული რამე იქნება, რომელიც ძალიან მაგარ მსხვერპლს გამოიწვევს რუსეთის მხრიდანაც, თუმცა ამის შედეგი ის იქნება, რომ ნატო და ევროკავშირი შეწყვეტს არსებობას და ევროკავშირი ძალიან მაგრად დაზიანდება, როგორც მატერიალურად, ისე ხალხის მეშვეობით. ყველაფერი მიდის ამ რეგიონალური დიდი დაპირისპირებისკენ. ჩვენ მოქცეული ვართ ამ დაპირისპირების ეპიცენტრში. ჩვენ უბრალოდ დაპირისპირებულ ერთ მხარეს ვჭირდებით რუსების წინააღმდეგ. მართალია, 3 დღეზე მეც ვერ გაძლებ. მაგრამ 3 დღის განმავლობაში უკრაინას მოწყვიტოს 10,000-ობით ჯარისკაცი და შემოიყვანოს კავკასიაში, იმიტომ რომ მე ზუსტად ვნახე ყველაფერი და რუსებს ამ წუთში თავისუფალი ჯარი არ აქვთ.
ეს არის კოლოსალური მასშტაბის სახელმწიფო, სადაც ყველგან თავისი ჯარი უნდა იდგეს. ვერ მოწყვიტა. შორეული აღმოსავლეთიდან, ჩინეთის საზღვრიდან, აქ უამრავი რამე. პუტინს ჰქონდა ინტერვიუ ამასინაც 700,000 ჯარისკაცია ფრონტზეო, მან თავად თქვა. მარტო. თითქმის 2 მილიონიან არმიაში. დანარჩენი იმისათვის რომ მან თავისუფალი ჯარის უნდა გამოაცხადოს მობილიზაციას. მობილიზაციას ის არ აკეთებს. გააკეთა ერთი შეზღუდული, დანარჩენი ამ 700,000-დან, ვინც უკრაინაში არის, ძირითადად არიან ნაომარი ან ჯარგავლილი, კარგად დაოსტატებული, ნებაყოფლობით მისული კონტრაქტზე მყოფი ადამიანები. აი ეს არის რუსეთის პარადოქსი, რომელიც ვერ გაუგიათ დასავლეთში. რუსები კარგ ცხოვრებაზე იტყვიან ვარს და საფრთხის შემთხვევაში ჩექმებს ჩაიცვევენ ფეხზე. ავტომატს მოკიდებენ ხელთ და როგორც კედელი ისე დადგებიან. იმიტომ რომ რა ვიცი, უნდა გესმოდეს ეს კულტურა, უნდა გესმოდეს მენტალიტეტი ამ ხალხისა და ასე შემდეგ. ამათ კარგად თუ აცხოვრებ, როგორ არიცით რუსული სიტყვეთი ბეზზალაბერნი. ისეთივე მოშვებული იქნება, კაი ცხოვრება უყვარს, კეიფიც უყვარს, ესეც უყვარს, მაგრამ ამას როდინას რო საფრთხე შეექმნება, აქ უკვე ის რუსი არ არის, შენ რო იცნობდი. ამიტომ აი ეს გარდამტეხი ეტაპია ახლა დიპლომატია მოკვდა ამ ეტაპზე, სანამ ყველაფერი არ დასრულდება, როცა ყველაფერი დასრულდება შეერთებული შტატები და რუსეთი მოილაპარაკებს ერთმანეთში, მაგრამ ეხლა არის მორევის პერიოდი. სანამდე შემიძლია დაგაჩოქო შენ და როცა მეტი აღარ შემიძლია ბრძოლას აზრი არ აქვს და ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ, მაგრამ ჯერ აქამდე შორს არის. დიდი მადლობა ბატონო დემურ, ძალიან საინტერესო 1 საათი გამოგვივიდა და მადლობას გადაგიხდით. იმედი მაქვს კიდევ მალე მექნება თქვენთან საუბრის შესაძლებლობა. დაგემშვიდობებით და მაყურებელს შევახსენებ, პროფესორი, ანალიტიკოსი ბატონი დემურ გიოხელიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ორშაბათამდე დაგემშვიდობებით. ორშაბათს ანალიტიკაში შევხვდებით ჩემთან და მერაბ ჭიგაშვილთან ერთად საინტერესო თემებით. დიდი მადლობა და ნახვამდის.